ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის ხარჯის თანხა 85 ლარით გაეზარდათ და 935 ლარი გაუხდათ. ასევე სიახლეა ის, რომ საკრებულოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, როგორც მერიის სხვა თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნებიან და კონკრეტული საკრებულოს თავმჯდომარისა თუ მერის უფლებამოსილების ამოწურვამდე იმუშავებენ. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ოზურგეთის საკრებულოში იმსჯელეს. ასევე დეპუტატებმა მოისმინეს მერიის სამსახურების 2024 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიშები. კულტურის სამსახურმა ანგარიშის წარდგენისას გასულ წელს გამართულ ღონისძიებებზეც გააკეთა აქცენტი. ითქვა ის, რომ კალანდის დღესასწაული შარშან 104,625 ლარი დაუჯდა ოზურგეთის ბიუჯეტს. წელს კი გაცილებით მეტი. რაც შეეხება სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურს, აქ გასულ წელთან შედარებით მოქალაქეთა მომსახურების თანხები 2024 წელს გასამომაგდა. სხვადასხვა სამედიცინო პროგრამები კი დაემატა. დღეს ოზურგეთის საკრებულოზე ჯამში დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მიმდინარე წლიდან პირველადი საჯარო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დაინიშნებიან არა ბრძანების საფუძველზე, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით. საკრებულომ აგრეთვე დაამტკიცა რიგითი დეპუტატების, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავიათ საკრებულოში, მათი ხარჯების ანაზაურების ზღვრული დონე და იგი განისაზღვრა 935 ლარით ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში მათთვის გამოყოფილი 830 ლარისა. ეს არის ის ხარჯები, რომელსაც საკრებულოს რიგითი წევრი ხარჯავს თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებისათვის და ეს იყო აუცილებლად გასადარებელი ღონისძიება. კალანდის ტრადიციული დღესასწაული ტარდება ყოველწლიურად ჩვენს მუნიციპალიტეტში, ზოგადად გურიის რეგიონში. ეს არის მოსახლეობისთვის ძალიან საყვარელი ტრადიცია, ასე ვთქვათ. ის თანხა, რომელიც განსაზღვრული იყო ამ ღონისძიებისათვის, ზუსტად იყო გაწერილი იმ აქტივობებში, რომელიც განხორციელდა კალანდის დღესასწაულზე. გასულ წლებთან შედარებით თანხა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ისევე როგორც ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტიდან გამომდინარე კალანდის მოსაწყობად და კალანდის განსახორციელებლად ჩატარებული აქტივობები მაღალი ხარისხით ჩატარდა, ძალიან ბევრი სტუმარი იყო მოწვეული. გასულ წლებთან შედარებით ფაქტობრივად 270%-ით მატება მოხდა ბიუჯეტის. თუ კი 2017 წელში ეს იყო 930,000 ლარი, უკვე 2024 წელში შეადგინა 2,590,000 ლარამდე. ფაქტობრივად ის, რომ პროგრამული მუხლებში მოხდა თქვა ქვეპუნქტების დამატება, საჭიროებიდან გამომდინარე, მოწყვლადი ჯგუფებიდან გამომდინარე, მოქალაქეების მომართვენობიდან გამომდინარე, ბევრი ქვეპუნქტები დაემატა ჯანმრთელობის განყოფილებას. გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობის მხოლოდ ისზე, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება ამ ეტაპზე სრულად ვერ უზრუნველყოფდა. ფაქტობრივად ჩვენ თანადაფინანსებაში შევედით ბევრი მუხლებში და ქვეპროგრამებში და რამაც მოგვცა საშუალება მეტად უფრო დაკმაყოფილებული იყო ხალხის მოთხოვნილება. ასეთი შემიძლია თქვა, რომ არის ონკოლოგიური დაავადების მქონე პროგრამულ მუხლში, ასევე შემიძლია თქვა, რომ ეს არის გადაუდებელი არაპროგრამულ მუხლში, ასევე შემიძლია თქვა, რომ დიალეზის მყოფი ადამიანების პროგრამულ მუხლში თითქმის უკმარისობა მოქალაქეებს, რასაც ემსახურება. ასევე არის ძვირადღირებული კვლევები და სოციალური სერვისების კიდევ ისეთი მომსახურები, რომლებიც ეხსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საკითხში, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული ბავშვების, რომლებიც ტრანსპორტით ემსახურება და იმათთან დაფინანსებაში შედივართ.